ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა სამტრედიაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში ნომერ 2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების სხვადასხვა ნივთებისა და აქსესუარების დამზადებას დაეუფლნენ. პროექტში უნარშეზღუდული მოსწავლეების მონაწილეობდნენ. სამტრედიის ნომერ 12 საჯარო სკოლა და ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია ადამიანი გაჭირვებაში 2009 წლიდან თანამშრომლობენ. ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში სკოლაში 20 პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაფინანსდა. სამტრედიის ნომერ 12 საჯარო სკოლა 3 წლის განმავლობაში თანამშრომლობს ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ადამიანის გაჭირვებაში. ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით სკოლაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. გამოფენილი არის გრან-პრის მფლობელი თათია კუციას რამდენიმე ნაშრომი და საქართველოს მასშტაბით აღიარებული შოთიკო პაპავას როგორც კარიკატურისტის ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში სახელობო კლუბი დაარსდა, სადაც 3 თვის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა ნივთებისა და აქსესუარების დამზადებას დაეუფლნენ. მოეწყო გამოფენა გაყიდვაც. ახალგაზრდებმა თვითნაკეთი ნივთები, სამაჯურები, ყელსაბამები და ბროშები გამოიტანეს. ასევე ნაქარგები, ნახატები და კარიკატურები წარმოადგენეს. ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის განხორციელებაში მის დაგვეხმარა, რადგან ეს კლუბი მართლაც არის თითოეული მოსწავლისთვის განტვირთვის და რაღაცა სხვა ფაზაში გადასვლის საშუალება. ეს გვაძლევს ჩვენი სურვილები დაუკმაყოფილოთ, რადგან დღესდღეობით ბევრი გასართობი არ გვაქვს თინეიჯერებს, ამიტომაც ეს რაღაცა ახალი ეტაპია ჩვენთვის. მოხარული ვარ ამ ღონისძიების მოწყობისათვის, ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა ამ ღონისძიება. ჩემი ნახატები წარმოდგენილია აქ. დიდი შრომა ნახატებში რა თქმა უნდა ჩადებული და მე მგონი ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა. სტუმრები ძალიან მოხარულები არიან და რა ვიცი, ვიმედოვნებ რომ ესეთი გამოფენები გაგრძელდება. პროექტში უნარშეზღუდული მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. გამოფენა გაყიდვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალგაზრდების ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურეს. პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციით განვაგრძობ საზოგადოებრივ